ამ კვირის დროების დასაწყისშივე ერთ მნიშვნელოვან კითხვას დავსვამ და მინდა განსაკუთრებით ოცნების მხარდამჭერებს ვთხოვო. თავადაც გულისყურით მოусმინონ და მასზე პასუხი ჩვენთან ერთად ეძიონ. სად მივყავართ პოლიტიკას, რომელიც დასავლეთთან კონფლიქტის და ალტერნატიული პარტნიორობებს, არაბულ თუ აზიურ დედაქალაქებთან აჩქარებულ დაახლოების გზას ერთდროულად მიყვება. პარტნიორობა კარგია, როცა ის არჩევანის გამრავალფეროვნებას, ეკონომიკურ შესაძლებლობებს და რეგიონულ გახსნილობას ნიშნავს. მაგრამ ის იქცევა საფრთხედ, როცა ფორმირდება როგორც დემოკრატიის განადგურების, დასავლეთთან დაპირისპირებისა და სტრატეგიული კურსის გადამისამართების პოლიტიკა. გერმანია ამ კონტექსტში გამორჩეული სიმბოლოა. ქვეყანა, რომელმაც პირველად აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა. პირველმა აღიარა. პარტნიორი, რომლის დახმარების კვალიც სისტემურად და ხანგრძლივად ჩანს საქართველოს ყველა სფეროსა და ყველა კუთხეში, ინფრასტრუქტურიდან განათლებამდე. აქვე უნდა ვახსენოთ ის სპეციფიური კონტრასტული როლი, რომელიც ეთნიკურად ქართველების, იოსებ სტალინის მიერ გახლეჩილი გერმანიის და სხვა ქართველის, ედუარდ შევარდნაძის ბერლინის კედლის დანგრევის და გაერთიანების პროცესში განსაკუთრებულ წვლილს უკავშირდება. ამ ისტორიული წინაპირობის ფონზე გერმანიასთან მეგობრობა ჩვენთვის არა მხოლოდ წარსულის ეპიზოდი, არამედ მომავლის სტრატეგიული რესურსია, რომელსაც ივანიშვილის ველური დიპლომატია მიზანმიმართულად ფანტავს და ანადგურებს. გერმანიის ხმა ევროკავშირში საფრანგეთთან ერთად ყველაზე გავლენიანია. მათ შორის იმ გადაწყვეტილებებში, რომლებიც განსაზღვრავს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. და ახლა, როდესაც დასავლურ დედაქალაქებში საქართველოს შესახებ საუბარი სულ უფრო ხშირად უკავშირდება კითხვაზე პასუხის ფორმირებას. ბოლოს და ბოლოს ცვლის თუ ინარჩუნებს საქართველოს დამოუკიდებლობის და დასავლური ორიენტაციის ტრადიციულ კურსს. თბილისში ხდება პრეცედენტი. პირველად ურთიერთობების ისტორიაში საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოძახებულია დასავლელი ელჩი, გერმანელი დიპლომატი. და ეს მხოლოდ პროტოკოლური ეპიზოდი არ არის. ეს არის დიპლომატიური სანქციის ერთ-ერთი ფორმა ყველაზე გავლენიანი ევროპელი პარტნიორის მისამართით. პარადოქსული ვითარება იქნება. იმ ფონზე, როცა ქართულ დელეგაციებს საერთაშორისო ტრიბუნებზე რუსეთის სახელისხსენებაც კი ეკრძალებათ, გაეროში ჩრდილოეთის ჩრდილის, ანუ ივანიშვილის ჩრდილმა, ყაველაშვილმა ოკუპაციაზე ისე ისაუბრა, თითქოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი უცხო პლანეტელებს ჰქონდათ დაპყრობილი და თითქოს გუშინ 4-10 წლის ბავში გერმანელმა მესაზღვრეებმა მოიტაცეს თამარაშენიდან. ეს არის რეალობის უსინდისო დამახინჯება, რომელიც ქვეყნის საგარეო რეპუტაციას უკიდურესად აზიანებს. დღეს თბილისში გერმანიის საელჩოსთან გაიმართა სოლიდარობისა და მადლიერების აქცია. საზოგადოების მკაფიო სიგნალი, რომ პარტნიორობა ფასეულია არა მხოლოდ გეოპოლიტიკური ქულებისთვის, არამედ ჩვენი უსაფრთხოების, ეკონომიკისა და თავისუფლებისთვის. ეს მადლობა არ არის ნაივური, გულუბრყვილო ევროპეოფილია. ეს არის კარგად გააზრებული და გათვლილი არჩევანი თავისუფლებაზე, კანონის უზენაესობაზე მდგარი სახელმწიფო და ადამიანის ღირსების პატივისცემაზე დაფუძნებულ სისტემებთან და ქვეყნებთან ურთიერთობები უფრო საიმედოა, ვიდრე დიქტატორებთან და ავტორიტარებთან გარიგებები და თუნდაც მოკლევადიანი ეკონომიკური დივიდენდები. სამყარო კვლავ მრავალპოლარული ხდება, მაგრამ ჩვენი კომპასის ორიენტირი ერთია და უკონკურენტო. დასავლური და კონკრეტულად ევროპული წესრიგი და იმ პარტნიორების გვერდით დგომა, ვინც ჩვენს დამოუკიდებლობას და დემოკრატიას პრაქტიკულად აძლიერებს. ეკონომიკური ალტერნატივები შეიძლება და უნდა გვქონდეს, მაგრამ ეროვნული კურსი ვერ იქნება ალტერნატიული. დღეს, როცა რუსული ჰიბრიდული ინფრასტრუქტურის ადგილობრივი ფილიალის ივანიშვილის ოცნების მიერ პროექცირებადი მუდმივი საინფორმაციო ხმაურის ფონზე არჩევანი ბუნდოვანდება, საჭიროა მეტი სიცხადე. საქართველოს არათუ არ ეწინააღმდეგება დასავლეთს. საქართველოს თავად არის დასავლეთი აღმოსავლეთში.